კვლავ მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი ძალიან სწრაფად ვისაუბრებ, ძალიან ბევრი ინფორმაცია გაჟღერდა გურამი დადიანიძის შესახებ, გურამი დადიანიძის შესახებ. ამიტომ თავი რო არ მოგაბესროთ, მე ძალიან ბევრი ვიდეო ჩავწერე, სულ თავში როგორც დავიწყე მე ამ ვიდეოზე საუბარი, უფრო სწორედ ამ საკითხზე საუბარი არის ბიოლოკაციით განხილვა, ბიოლოკაცია, რომელიც არის ის საშუალება, რითიც მე ვსარგებლობ და რითიც მე ვიკვლევ ამ თუ იმ საკითხებს. ბევრმა მომწერეთ კიდევაც, რომ ამ საკითხით თუ შეიძლება სხვა საქმეებიც განვიხილოთ, კი, შეგვიძლია ამ საკითხით სხვა საქმეებიც განვიხილოთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საკითხია ახლა, რასაც ვაკეთებ, გურიკას ამბავი თუ ვიპოვეთ, ხალხო, ჩვენ ვიპოვით ყველა იმ დაკარგულ შვილს, რომელიც აი აქ მე წაგაკითხებთ, ახლა YouTube-ზე მომწერეს ესეთი ამბები. ნახეთ, თამარ უყურეთ, აი ეს კომენტარი. ნეკრესის ეკლესიაში არის ძალიან ბევრი ბერი, რომ ვიყავი 3-4 წლის წინ რამდენიმე დღე გონს ვერ მოვდიოდი, ისეთი ახალგაზრდა ბავშვები და ლამაზი ბიჭები იყვნენ შავ ბერება და არც ერთ მონასტერში არა ამდენი ბერი და არც ასე ზომბირებული ზომბები დადიოდნენ. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა აქ მეორე საკითხს წავიკითხავ, ასევე YouTube-ზე მომწერეს ინტერვიუს ლინკს როცა ვაგდებ, აქ კომენტარი ქრება, სადღაც პალიტრა ნიუზზე არის ინტერვიუ, სადაც ადვოკატი ამბობს, რომ ვიღაცეებისგან მიიღო ზარები და ეუბნებიან, რომ საშიშ საქმეში ჩაერთო. ვისაც აინტერესებს ინტერვიუ პალიტრაზე გადავიდესო და მოკლედ ერთი სიტყვით ეს რეალურად საშიში ამბავია, თავიდანვე ვთქვი იმას და ყველაფერი იქეთ მიმდინარეობს, რომ რეალურად ბავშვი არის გატაცებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ესე იგი ქალბატონმა ქრისტიმ განაცხადა, მე მგონი ეს ქალბატონი ქრისტია თუ არ ვცდები, მან განაცხადა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებამ თქვა და განაცხადა, რომ დუშეთში ამ დღეს არ ყოფილა მეწყერი და მე დამტკიცებული საკითხია, რომ ეს პოლიციამაც იცოდა, რომ მეწყერი არ ყოფილა. არანაირი ბავშვი არ არის, როგორც დაიწყეს ახლა მკითხავებმა და ტაროს გამშლელებმა და მარიამ მსგავსმა ხალხმა, ციმინტიას მსგავსმა ხალხმა შეცდომაში შეყვანა. არ ვიცი მე, ხალხო, მიწის ქვეშ ერთ-ერთი მკითხაობა მოვისმინე, ტაროს გაშლა თუ რუნების გაშლა, მიწის ქვეშ იმყოფებაო და მიწის ქვეშ არის საპყრობილეებიც, მიწის ქვეშ არის პადლებიც, ასე რომ შესაძლებელია ბავშვი მართლაც იყოს მიწის ქვეშ, მაგრამ არა მეწყერში მოყოლილი, ხომ? გარდა მაგისა, აუდიო ჩანაწერი არსებობს, სადაც ცოცხალი ადამიანი ამბობს, ნუ მიმატოვებ, ხო, ბძაგან. ბევრი ინფორმაცია ჟღერდება, არ ვიცი ახლა ვის რა ინტერესი აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ტროლებიც ჩართეს საკითხში და ეს კიდევ ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ამ საკითხის უკან დიდი ძალა დგას, რაც უკვე გავაჟღერე, ვინ არის ეს ძალა, რაც გინდა ის გაიგეთ, მე ვარ მედიუმი, ესე რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც აქვს წვდომა იმერ სამყაროსთან, ადამიანი, რომელსაც აქვს წვდომა ზეციურ სამყაროსთან და დღემდე, რაც მახსოვს, რაც ვთქვი, ჩემი სიტყვა 100-ში ჯდება, 100-დან 100-ში ჯდება. ამიტომ არ ვამბობ იმას, გარდა იმისა, რომ მე ზეციურ სამყაროსთან წვდომა მაქვს და კიდევ სხვა საკითხებთან წვდომა მაქვს, ასევე ძალიან გამჭრიახი გონება მაქვს და ლოგიკური დასკვნებითაც მივდივარ იქამდე, რომ არ შევაწუხო ზეციური სამყარო პირდაპირ და ვხედავ და ძალიან გონიერი თვალი მაქვს, რაც დავინახე თავიდან. როგორ შანს აქ არის მამი და გარეული, თავიდანვე როგორც კი მამიდა გაჟღერდა, იქ უკვე ვიცოდი, რომ მამიდა ამ საკითხში გარეული, იქ მოხდა მოლაპარაკება, ბავშვი არ არის საფრთხეში, მაგრამ ბავშვი ძალით არის აღკვეცილი, დატოვებულია ისეთ ადგილზე, სადაც მას არ უნდა და ეს აუდიო ჩანაწერშიც უკვე მტკიცდება, რომ ბავშვს არ უნდა თავისი ნებით დარჩენა. მამიდამ ეს ყველაფერი იცის.
მამი და გარეული ამ საკითხში, მამი და ამიტომ იცილებს თავიდან ადვოკატთან გასაუბრებას. ეს საკითხი არ უნდა დარჩეს ესე. გურიკას ამბავი ძალიან ბევრ დატყვევებულ ადამიანს გაათავისუფლებს. ძალიან ბევრ ძალით აღკვეცილ ბერს გაათავისუფლებს და თქვენ იცით ერთი პერიოდი გავრცელდა ესეთი ვიდეოები ის მონაზონ ქალზე იყო საუბარი, სადაც რომ გარდაიცვალა ეს მონაზონი უკან წარწერა ქონდა მას სურათზე რა ლამაზი იყავი ბიჭო. აი სულ ჟუანტელი მაყრის ტანში ეხლა ამ საკითხებს რო განვიხილავ, რამდენი ძალით ბერად აღკვეცილი ადამიანია. როგორც ჩანს რაღაცა არის ისეთი, რაც ესე იგი ჯადოსავით არის ამ ქვეყანაში და ულამაზეს ბიჭებს და მე კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ ულამაზეს ბიჭებს იჭერენ. იმიტომ ულამაზეს ბიჭებს, რომ ესენი არიან ძლიერი გენის წარმომადგენლები. არა მხოლოდ მაგიტომ, რომ მხოლოდ ძლიერი გენის წარმომადგენლები არიან, არამედ იმიტომ, რომ უამრავი მამათმავალი მღვდელია სასულიერო პირად დაყენებული და მეუფეებად ჩამოყვანილი და კიდევ არ გავიგონო ილია მეორეზე ვინმე რამე დამიშალოს თქვა ძაღლმა მიაფსა მის სულს ჩამოიყვანა 32 ზუსტად აღარ მახსოვს რამდენი მამათმავალი რუსეთიდან და დაასვა ჩვენს ეკლესიაში. ეს მტკიცებულებით არის ხალხო, მტკიცებულებებით არის რომ არ ვიცი ზუსტად ციფრი აღარ მახსოვს რამდენი, მაგრამ რამდენიმე ათეული მამათმავალი ჩამოიყვანა და საქართველოს ეკლესიაში დასვა. მეგობრებო, არ გეგონოთ და მეც ეგრე მეგონა 5 წლის წინ მეც ეგრე მეგონა რომ ეკლესია წმინდაა, ეკლესიაში ყველა სანდოა. არ არის არავინ სანდო ხალხო. მე ხილვები მაქვს ნანახი ეკლესიაში რა ხდება, სოდომ გომორაში არ ხდებოდა ეგეთი რაღაცები ხალხო. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ისეთი საშინელებები ხდება ძალით. ხალხი ჩაჭერილი ყავთ ხალხო. თქვენ ეხლა მე ამას რო ვაჟღერებ, თქვენ გონია მე დაცვა მაქვს სადმე? არაფერი დაცვა არ მაქვს, არავისგან დაცვა არ მაქვს. ერთადერთი დაცვა ჩემი ქრისტია მეთქი ვამბობ და მხოლოდ ქრისტეს იმედზე ვარ. და ნებისმიერი თქვენგანი თუ გინდათ რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს საქართველოში, უნდა გავაგებინოთ ერთმანეთს და მარტო კი არ უნდა გავაგებინოთ. აქ უნდა ჩავთოთ სამართალდამცავები, აქ უნდა ჩავთოთ სრულიად, არ ვიცი, ჯერ კიდევ ნათელი დარჩენილი სულები აუცილებლად უნდა მოიძებნოს, დაიკითხოს კი არა და ძაღლებით უნდა დაადგნენ, მაძებარი ძაღლებით უნდა დაადგნენ მონასტრებს. იქ რა ტრეფიკინგი მიმდინარეობს, გამოიძიონ, ხალხი დაკარგული ხალხი მოძებნონ, დაკარგული მშობლები მიიყვანონ, ყველა სურათი უნდა იყოს გადაღებული, ყველა ბერი უნდა იყოს დაკითხული, ახალგაზრდა ბიჭები. 17-18 20 წლამდე ბიჭები ყველანი დაკითხული უნდა იყვნენ სერიოზულად, ნებით არიან აღკვეცილი თუ ძალით. ეს ტრეფიკინგი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ჩვენ შევეჭიდეთ უძლიერეს ურჩხულს შევეჭიდეთ, გეუბნებით რა. ამიტომ ან გადავრჩებით, ან გადაგყლაპავს. გესმით რა ხდება აქ? ჩვენ ყველანი დედებო, აი თუნდაც დედების ჯგუფი შევიქმნათ, დავირაზმოთ და დავადგეთ აქ მონასტრებს და პირდაპირ ლაივში გავუშვათ ის ხალხი დაგვალაპარაკებს ბერებს თუ არ დაგვალაპარაკებს. ხალხო, აქ იცით სპეცსამსახური უნდა დაადგეს მოულოდნელად ეკლესიებს და მონასტრებს და პირდაპირ სპეცსამსახურებმა უნდა გამოიძიეს. არ არის ჩვენი ეკლესია დღეს სანდო. აღარ არის სანდო, ხედავთ რეებიც გაჟღერდა უკვე. და მე კიდევ ხვდები და მესმის, რატომაც არის 12 წელი მოუნდა ამ საკითხს. რადგან კიდევ ერთხელ გეტყვით რა და არავის არ მოგახოთ თავზე, მე გითხარით, რომ არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს თქვა ქრისტემ და მაგას წყალი არ გაუამეთქი და ზუსტად ეგ საკითხი ხდება ახლა და ზუსტად 4 წლის წინ რომ თავზე დაამაყენა ღმერთმა ილია მეორის კარს და იქ რომ არ შემიშვეს, იქ ვთქვი რომ ეს არის დასასრული ამ საშინელების. აქ იწყება აღდგომა და დაწყებულა იმ დღის მერე სასწაულების მომსწრე ხდები და სასწაულები ხდება როგორც ჩვენ სამყაროში, ისე საქართველოს გარეთ ხალხო. იცოდეთ რა, ზეციური სამყარო ჩვენთან დგას, მართლებთან დგას. ქრისტე ჩვენთან არის, ქრისტე მოგვიწოდებს, რომ განძრიეთ ხელი, დამემსგავსეთ. მე ერთი წუთი გედიკო, აქ დავდო?
ძალიან ბევრი დაკარგული ისტორია გამომშხამდა დღესო. აუ ხო წაიშალა ის. თქვენი აი ზუსტად მაგაზრზე ვარ მეც 2000-იან წლებში დიდი დიღომში ჩემი მეზობლის ბიჭი დაიკარგა და იმ დედასაც მასე ურეკავდნენ ეკლესიაში შენი შვილიო. ხალხო გამოვიძიოთ ბერები დავკითხოთ თუნდაც აქ ჩვენ დედებს არავინ არ მოგვისმენს გეუბნებით აქ თუ პოლიცია არ ჩაერთო აქ თუ უშიშროება არ ჩაერთო აქ თუ ის ხალხი ჯერ კიდევ ვინც საქართველოსთვის რაღაცა კარგი სურს ის არ ჩაერთო არავინ არ ბერებს შეეშინდებათ არავინ არ გვეტყვის შენ სიმართლეს ის ბერები რომელიც ზეწოლის წყნეხში არიან არ ეტყვიან აქ უნდა მოხდეს დიდი აღება ანუ პრინციპში აქ უნდა მოხდეს მე პირდაპირ ვიტყვი რომ დიდგორის ბრძოლა უნდა მოხდეს მე ესე შევადარებ ამ საკითხს რა იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცა ხელისუფლებას არ შევუფუძყვნეთ და ეს ძალიან კარგი ტალღაა ახლა რაც გურიკამ და მისმა დედამ სოფლთან მადლობა უფალს გამოხეთქა აუცილებლად ამ საკითხს დატოვება არ შეიძლება ეს საკითხი უნდა აგორდეს კი არა აგორებულია და უნდა მივიდეთ ბოლომდე უნდა მივყვეთ უნდა გავათავისუფლოთ ბერებო ხდებო ძალიან გთხოვთ ვისაც ჯერ კიდევ დაგჩენიათ ძალა ვისაც ჯერ კიდევ უშიშარი სული გაქვთ ვისაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ რომ აი ეხლა ერთ-ერთ დადგეთ შეიკრიბენით ძალიან გთხოვთ მე ტყუილად ხომ იცით და დარწმუნდით უკვე 5 წელია საუბრობ და ჩემს სიტყვას წყალი არ გასვია 5 წლის განმავლობაში გეუბნებით რა უნდა გააკეთოთ რჩევებს გაძლევთ აქამდე თუ გიში გეყონეთ ეხლა მაინც დარწმუნდით იმაში რომ გიში არ ვარ ხალხო ბერებო ვდლებო სტიქაროსნებო ყველანი ერთად უნდა დადგეთ და ვიცით რომ მან თქვენ ზეწოლის ქვეშ იმყოფებით ვიღაცის ზეწოლის ქვეშ ამიტომ გაგვაგებინეთ ჩვენ ხმა ერთ დაგედგებით ყველა მხარში დაგედგებით არ ამგონია დედა რომელიცაც ყავს ბიჭი სახში ესე ბიჭი თქვენ მხარში არ დაგიდგეთ ამის მერე თუ კი თქვენს ამოიღებთ ხმას ყველანი მხარში დაგედგეთ გამოვალთ ერთად ვიაროთ და ერთად გამოვიძიოთ მონასტრებში ეს საკითხები ძამას ხეობაშიც ვიცი რომ ძალიან ბევრი თქვი არის არ ვიცი ხალხო ძალიან გთხოვთ თუ შეისმით იმ ხმას რომელი ხმაც ზეციდან მოდის ეს ხმა არის ის რომ ეს არის ბოლო გამოცდა დედაშვილობის გამოცდა ეს ღვთისმშობელი მარიამის ხელში რო უჭირავს სუსული ბიჭი თავისი ღმერთკაცი იესო ქრისტე ეს ღვთისმშობელი მარიამის გამოცდა თუ ეხლა ამას არ შეისმენს ერი და ბერი ხო აი არ ვიცი რა თუ კიდევ ჩემი სიტყვის გამოცდა დაგჭირდებათ რომ აბა მართალს ვამბობ თუ არა დედას ვიცავარ გეუბნებით რა ეს არის ბოლო გამოცდა ამის მერე გამოცდა აღარ იარსებობს ან დაინგრევა ყველაფერი ან კიდე თქვენ დადგებით ერთად დავდგებით ჩვენ ყველა ერთად და გადავარჩენთ დატყვევებულ ძეებს გადავარჩენთ დატყვევებულ საქართველოს გადავარჩენთ დატყვევებულ გენს გადავარჩენთ დატყვევებულ ხეს ხარ ენი გეუბნება ხე ქართული ანბანის ლაზარის მუშაობით ხე არის ხარ ენი ასევე ხან ენი და ხარ ენი ჩვენ მივედით უშკულში სადაც ჯანჰოიანები უნდა დაგხვდრილიყო მაგრამ ჯანი და ჰოე აღარ დაგხვდა ამიტომ ჩვენ ვართ ჯანის წინ რაც დგას იმასო ბგერასთან ეს არის ხე ხარ და ხარ ამიტომ ჩვენ ვართ ბოლო გამოცდაზე ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ხე თუ ხეს ვერ გადავარჩენთ ხე არის ის ხე
ქრისტეს ხე. ის ხე უნდა გადავარჩინოთ. ჩვენ თუ ამ ხეს ვერ გადავარჩინოთ, მაშინ ვერ გადავარჩინოთ. შედათ ისმისა. არ შეშინდა რა. პირადად გეუბნებით რომ ამდენს რომ ლაპარაკობ ღმერთი მაბედინებს ამდენს. იესო ქრისტე მაბედინებს ამდენს. და ვისურვებ რომ ღმერთმა თქვენს გაგაბედინოთ იმდენი რამდენსაც მე მაბედინებს. ხმა ამოვიღოთ. პირველ რიგში ხმა ამოვიღოთ. შემდეგ ერთად დავდგეთ. შემდეგ გამოვიხსნათ დატყვევებული ძეები. გადაუზიარეთ მეგობრებს, გადაუზიარეთ ერთმანეთს. ეს არის ის, რამაც სისხლი უნდა აგვიდუღოს. ამის მერე როგორ შეიძლება ადამიანი არ ხეინად სახში დაჯდეს და ან სერიალებს უყუროს, ან კიდე იმ გამოშტერებულ მედიას უყუროს, რომელიც მხოლოდ ტყუილებს გატენიან ტვინში. ხალხო, გამოფხიზლების დრო არის. გამოფხიზლების დრო არის. ერთად შეიკრიბეთ, მრევლი ხო ყავთ მღვდლებო. დაუძახეთ თქვენ მრევლს. გამოვიძიოთ. მარტო გურიკა არ არის ამ დღეში. აქ უამრავი ახალგაზრდა ბიჭია ამ დღეში, რომელიც განწირული ხმით ყვირის არ დამტოვო ძაგან გევედრებიო. განწირული ხმით ყვირიან. ისინი ეხლა ვინც გათიშურები არიან თლიანად. ვისაც წაართვეს მეხსიერება, ხო, მეხესიერება, ვისაც წაართვეს, როგორი უშველიან თავისად ჩვენ თუ არ უშველეთ. აუცილებლად ერთად უნდა დავდგეთ და თუ კი ვინმე ხდელი დარჩენილა, ვისაც ესმის ჩემი ხმა, ვისაც ესმის ქრისტეს ხმა, ვისაც ესმის ჩემი ხმარაშუაშია. ბიჭო, ერთად უნდა დავდგეთ, ძალიან გთხოვთ, დამიდეკით მხარში და დავუდგეთ ჩვენ ყველა ერთად სოფოს მხარში და სოფოსნაირ დედებს, რომლებიც ეძებენ შვილებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბიჭებს თუ გოგოებს. არ ვიცი დღეს როგორცის ბატონი მერაბონიანის სახში საპატრიარქოს ფსიქოლოგი წყნარად და რატო ამაზე არაფერს არ აცხადებს. მე არ ვიცი როგორ ზიან ის ხალხი ვისაც ვიცონობ მე საერთოდ და ვინც ვითომ ფსიქოლოგობენ, ვინც ვითომ საქართველოსთვის რაღაცა კარგი უნდათ, ვინც ვითომ მიტინგებს აწყობენ, ვინც ვითომზე აღარ არის საქმე ხალხო, ვითომ კი არა და ყველანი რა დროს მიწებია ხალხო. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ ჯერ და მერე მიწების გადარჩება თავში. ბავშვები ყავს ხალხს მოტაცებული. ვინჩი ვის მიწებს კაცო ჯერ ბავშვები გადავარჩინოთ, სისხლი გადავარჩინოთ. მიწას მოგცემს ღმერთი. წინა ლაივს ვისმინე დილით და მაშინათვე ის გავიფიქრე რომ სამართალი დამცავები უნდა შევიქმნას სასწრაფოდ ეკლესიებში მოულოდნელი. თავდასხმა უნდა განახორციელონ კი მონასტრებზე თავდასხმა უნდა განახორციელონ სამართალ დამცავებმა. ეს უნდა მოხდეს აუცილებელი იმით რა ქვია მობილიზაციით. თუ ვინმეს შეუძლია რომ სამართალ დამცავებიც როგორ არის იცით, სამართალ დამცავების უკანაც დიდი ძალა რო არ იდგეს აქამდე უკვე მოწესრიგებული უნდა ქონდეს ჩვენი თქმას რატო უნდა დავჭიროთ ხო? მოწესრიგებული უნდა იყოს ეს საკითხი, მაგრამ აქ რაღაცა უნდა მოხდეს. აი როგორც 2011 წელს მოხდა რაღაც უცნაური გადატრიალება, რომ დავინახეთ ბიჭებს ვინი პატიურებდნენ მეში ციხეებში, ყველანი ერთად რომ დავდექით და მთელი ავტობუსები მივდიოდით. მე მაშინ გერმანიაში ვსწავლობდი. მაგრამ ეხლა უნდა მოხდეს, არ ვიცი. ალბათ მართლა დედები უნდა შევიკრიბოთ. დედებმა აი როგორც დიდი ზღვა ისე უნდა შევიკრიბოთ. დაშვისავენ დავშრიან, რომ ჩვენშვილებს ვეძებთ, ხო? დედები უნდა დავადგეთ ალბათ რა. ხო არ გცემენ და ხო დავშრიან. მონასტრებში მივას და დავკითხავთ ამ ხალხს. მაგრამ ყველა დედას თავისი შვილის ეშინია. ალბათ ისევ დაკარგული დედების
შვილების დედები შეიკრიბნონ და დაუდგები მეც მათ მხარში. იმიტომ რომ ისაც სახში შვილი ყავს, ის არ შეიწუხებს თავს, ეშინია თავისი შვილის დაკარგვას. იმას დააშინებენ, აგერ უკვე ადვოკატიც დაიწყეს ეწოვა, ხო ხედავთ. და ამიტომ გეუბნებით რა რაღაცა უნდა გავაკეთოთ ხალხო, უშიშარი ხალხი უნდა შევიკრიბოთ. უშიშარი დედები უნდა შევიკრიბოთ, ვისაც დაკარგული გყავთ შვილები, გამომეხმაურეთ და თუნდაც შევიკრიბოთ. მე არ ვხდები პირადად არავის ცალ-ცალკე, მაგრამ თუ კი შევიკრიბებით მე მოვა. ცალ-ცალკე მე მომწერეთ თქვენ რომ შეხვედრა მინდა ლაპარაკი მინდაო, მაგრამ ცალ-ცალკე აღარავის არ ვხდები, იმიტომ რომ მე არ გიცნობ თქვენ და არ ვიცი. მე უკვე მომწამლეს და აქედან სიფრთხილეს ვიჩენ, თორე შიში და არ მეშინია მე. სიფრთხილეს ვიჩენ რომ ვის შევხვდე, ხო არ ვიცი ხა, სანამ მაგის გამოვიწიე ვიღაც ეს ადამიანი დრო იკარგება, ამიტომ დრო არ არის და თუ დავთქვათ რომ შევხვდეთ და ამადა ამ დღეს უნდა შევხვდეთ და ეს გამოძიება დავიწყოთ, მე მოვალმებდი ვამბობ. ყველაფერი ერთმანეთზე აწყობილი იყო. ეს ქვეყანაში ჯვარცმის მისტერია ხორციელდება ყველა დონეზე არჩიკი, ყველა დონეზე ჯვარცმა მიმდინარეობს და უნდა დასრულდეს ეს ჯვარცმა. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მე დავასრულებ ლაივს და გადაუზიარეთ მეგობრებს, აუცილებლად გამაგებინეთ, დაწერეთ კომენტარებში ვის მოგწონთ ეს აზრი რომ უნდა შევიკრიბოთ დედები მაინც რა. დარწმუნებული ვარ დედები თუ შევიკრიბებით, მამაკაცებიც გვერდში დაგვიდგებიან, მღვდლებიც გვერდში დაგვიდგებიან და ყველა სტიქაროსნებიც და ბერებიც დარწმუნებული ვარ ამაში. ვინც კგბ-ს წარმომადგენელი არ არის, ის ყველა გვერდში დაგვიდგება. ყველა ვისაც შვილი დაიკარგა, ხმამაღლა უნდა თქვან, კი, ნინო, გეთახმები მაგაში. გეთახმები და გადაუზიარეთ, აუცილებლად გადაუზიარეთ. აქ უკვე ვეღარაფერს ვეღარ იზავს სისტემა, თუ კი ჩვენ დაინახავს, რომ ერთად გავართ ამ საკითხში რა. ეს ღმერთის ძნების დაშვებით ხდება, იმიტომ რომ ესე უცბად, ეს ამბავი 12 წელია ყვირის დედა და ეხლა რატო მოხდა, ხო უნდა გავიგოთ. ეხლა ესე უცბად რატო აიტაცა ხალხმა, ესე იგი რაღაცა დაშვებაა ზეციდან. ზეცაშიც ომი მიმდინარეობს, იქ ეთყობა რაღაც გაიმარჯვეს, აქ გამოვლინდა, ჩინში გამოვიდა, ჩვენთანაც დაიშვა ის რომ ჩვენც გავიმარჯვოთ, ამიტომ გავაკეთოთ ის, გავაკეთოთ. ნუღა დავიცდით და ნუღარაფერს ნუღა დავიცდით. დღეს არ ხვალ. აბა დროებით და მე ვფიქრობ რომ ეს ბოლომდე მივა ესა. ვფიქრობ მაგას და როგორც უკვე ვთქვი წინა ლაივებში და ეხლაც გავიმეორებ, ღმერთი ტყუილად არ მათქმევინებდა მე და აუცილებლად რაღაცა მიზნით მათქმევინებდა, რომ ყველა ბერი, რომელიც მკვდრად არის ამკვეცილი და ძალით არის ამკვეცილი, ეკლესია მონასტრებში 45 წელზე ქვემოთ ყველანი გაცოცხლდებიან. ყველას მოეხსნება ბერობა, დარწმუნებული იყავით ამაში.